თუ ისევ ეს გონია სწორი სოციალიზაცია, დარჩი და განახებ რეალურად როგორ გამოიყურება სოციალიზაცია, რა უნდა გავითვალისწინოთ, რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ. ძალიან ხშირად ვსაუბრობ ხოლმე სოციალიზაციაზე, მაგრამ ხვდები რომ არც ისე ხშირად მომყავს ხოლმე თვალსაჩინო მაგალითი რეალურად როგორ გამოიყურება სოციალიზაცია. იმ დღეს ვიყავი ბაქსისთან, ერთ-ერთ ჩამოსწავლესთან გაკვეთილზე და საკმაოდ კარგი ვიდეოს გადაღება მოვახერხე, რომელსაც ახლა გაჩვენებთ. აქ ვიდეოს დასაწყისში არ ჩანს კარგად, თუმცა ბაქსი გავარდა, გაიგაჩა კატისკენ. და გაჩერდა ძალიან ისეთ ზუსტად უსაფრთხო დისტანციაზე კატისგან, კატასაც არ შეშინებია და გაჩერდა, არც აგრესიულად იყო განწყობილი, შესაბამისად მივეცი ბაქსის იმის უფლება, რომ შვიდად დაკვირვებოდა იმ ობიექტს, ანუ ამ შემთხვევაში კატას, რომელიც ძალიან აინტერესებდა. ვიდეოშიც კარგად ჩანს, რომ წკმუტუნებს, შფოთავს და წკმუტავს, აინტერესებს, ხან დგება, ხან ჩდება და ასე შემდეგ. რაღაც პერიოდი ვაძლევ საშუალებას, რომ დააკვირდეს კატას კარგად, ნახოს რა არის და თვითონ გადაამუშავოს ეს ინფორმაცია სწორად და მე უკვე ვიხმობ ჩემთან ბრძანება, ჩემთან ვეუბნები და იმ წამსვე გამორბის ჩდება ჩემწინ და იღებს ჯილდოს ამ შემთხვევაში მისვე მშრალ კვებას. როგორც უკვე გითხარით, სოციალიზაცია არ არის ის, რომ ძაღლი შევიდეს უშუალო კონტაქტში იმასთან, რაც აინტერესებს. არამედ პირიქით, სწორი სოციალიზაცია არის, როდესაც ძაღლს ვაძლევთ უსაფრთხო დისტანციიდან საშუალებას, რომ მისი დროით, რამდენ ხანს სჭირდება, მშვიდად დააკვირდეს იმ რაღაცას, რაც აქვს მნიშვნელობას რა იქნება. შეიძლება იყოს ეს მოტოციკლეტები, ველოსიპედი, სკროლები, ამაზეც ხშირად აქვს ხოლმე რეაქცია, კატა, ძაღლი, ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა. ასევე მსგავს кейსებში ხოლმე პატრონები ერთ ესეთ შეცდომას. ხშირად პატრონები იწყებენ ხოლმე ეგრევე კორექტირებას, საბმელის მოკაჩვას საკმაოდ ძლიერად. ან ასევე ძალიან ხშირი არის ხოლმე ხშირად დაძახება, ან რაღაც მსგავსად ამ დროს ორ რაღაცას ვაზიანებთ. ერთი რომ ლეკვი ამ ასაკში არის შეცნობის პროცესში, შესაბამისად ჩვენ ესე ვთქვათ ვაფუჭებთ მის შეცნობის პროცესს და ვანელებთ მას, იმიტომ რომ ვასწავლით ეს შეცნა დაკავშირებული ესე ვთქვათ ან ტკივილთან, დასჯასთან ან რაღაცასთან და მეორე, როდესაც ჩვენ მსგავს მომენტში ვეუბნებით ძაღლს ბრძანება ჩემთანს, როდესაც ჩვენ ზუსტად ვიცით რომ საკმაოდ დიდი არის გამაღიზიანებელი მისთვის და დიდი შანსია რომ ჩვენთან არ მოვიდეს, ჩვენ ასევე ვაფუჭებთ ბრძანება ჩემთანსაც, ხო? იმიტომ რომ თუ ჩვენ ხშირად გავაკეთებთ ამას და ხშირად დაუძახებთ ისე რომ ძაღლი ჩვენთან არ მოვა და რაღაცაზე იქნება ან ჩაწეკლული ან ასე შემდეგ, ძალიან მალე ძაღლი ისწავლის იმას, რომ სულაც არ არის აუცილებელი რომ თქვენ დაგიჯეროთ, ამიტომ ეს დამიჯერეთ სრულიად არ იქნება თქვენთვის სასიამოვნო ან სახალისო. მადლობა მოსმენისთვის. აუცილებლად გავაგებინეთ, რამდენად ინფორმაციული იყო ეს ვიდეო და ვეცდები რომ უფრო მეტი მსგავსი საინფორმაციო სახის ვიდეოები შემოგთავაზოთ ხოლმე სამომავლოდ. მადლობა მოსმენისთვის და ნახვამდის.